მიტომაც ტკბები უძლურებით, ეხლა პავლე მოციქულის განწყობა მინდა დაგანახოთ თუ როგორ ემსახურება ის სიმართლეს და რა განცდები აქვს ამ დროს ამ პიროვნებას. მიტომაც ტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი. და ის რას საოცარ რაღაცას ამბობს პავლე მოციქული, რომ ის ტკბება მასზე მოსული ყველანაირი განსაცდელით, რაც მოდის უსამართლო ადამიანების მხრიდან, უსამართლობის ხილების, მისი მხრიდან უსამართლობის ხილების გამო. ესე იგი, უძლურებით ტკბებიო, შეურაცხყოფით ტკბებიო, გაჭირვებით ტკბებიო, დევნითა და შევიწროებით ტკბებიო. და თან რატომ ტკბება? ერთი რომ იცის რომ ამას ღმერთის და სიმართლის ღმერთის სახელით აკეთებს და მეორე რომ როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი. მაშინ მოდის მასთან მადლი ღვთისა, როდესაც აი ამ დიდ მონსტრს, ასე ვთქვათ, უსამართლობას შეერკინება, შეეჭიდება, შეეწინააღმდეგება, მაშინ არის ტკბობაში და მაშინ არის ყველაზე ძლიერი. რადგან მაშინ ყველაზე მეტად არის ადამიანი ღმერთთან, რადგან ვისთან არის ღმერთი. მოძალადესთან, უსამართლოსთან ხო ვერ იქნება ღმერთი. ღმერთი მასთან არის, ვინც არის ჩაგრული, უსამართლოდ დამცირებული, დაკნინებული, ცილისწამებული, აი მასთან არის ღმერთი. და იმ ხარისხით არის მასთან ღმერთი, რომ ასეთი ადამიანი სიტკბოებას განიცდის და საოცარ ძალას გრძნობს თავის თავში, რომ უძლური კი არა ვარო, ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ. აი ეს არის ადამიანის სახე, რომელიც გვიხწერს თავის ფსიქოლოგიურ სულიერ მდგომარეობას, რას განიცდის, როდესაც ის არის დამცველი სიმართლისა, მიუხედავად მის წინაშე არსებული დიდი წინააღმდეგობის და უსამართლობისა და შეუპოვრად იცავს სიმართლეს და ამ დროს ის სიტკბოებასა და სიძლიერეს განიცდის თავის თავში.